საღამო მშვიდობისა. გავიდა 2 კვირა და სტუდია მაესტრო კვლავ გაძლევთ საშუალებას იმისა, რომ ჩაერთოთ ტელეთამაშში სიტუაცია პლუს. იფიქროთ, ეძებოთ და უბრალოდ გაერთოთ ჩვენთან ერთად. სიტუაცია პლუს ეს არის თამაში მათთვის, ვისაც უყვარს ჩახლართული ისტორიები. აზროვნებს ორიგინალურად და შეუძლია გამოსავალის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან. თუ თქვენ ასეთი კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებით, მაშინ ითამაშეთ ჩვენთან ერთად. მოგვაწოდეთ სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარი ვარიანტები. როგორც იცით, იმ შემთხვევაში თუ იპოვეთ. თქვენ რა თქმა უნდა მიიღებთ პრიზს. დღევანდელი თამაშისათვის დაწესებული პრიზი კი სწორედ ის ნივთია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩვენს თამაშში. როგორც გახსოვთ, სიტუაცია პლუსის წინა გამოშვებაში მოგიყევით ამბავი, რომელიც თავს გადახდა ერთ ჩვეულებრივ ცხოველების მოყვარულ ბიჭს. სრულიად შემთხვევით იგი აღმოჩნდა საკმაოდ სერიოზული ბრალდების ქვეშ. კერძოდ, მას აბრალებდნენ გაურკვეველ ვითარებაში ზოოპარკიდან დაკარგული მაიმუნის მოპარვას. ჩვენს მიერ წარმოდგენილმა ამ სიტუაციამ საკმაოდ მრავალფეროვანი ზარები გამოიწვია. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ასე აქტიურად არის ჩართული ჩვენს თამაშში, გვირეკავს და გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარ ვარიანტებს. რაც მთავარია, ჩვენს მოთამაშეებს საგრძნობლად აქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა. ეს კი ხშირ შემთხვევაში სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ ჩვენს თამაშში გამარჯვებულთა რაოდენობა მხოლოდ ერთი ადამიანით შემოიფარგლება. ახლა გაგაცნობთ სწორედ მას, ვინც ჩვენი აზრით მოახერხა სიტუაციიდან თავის დაღწევა ყველაზე ორიგინალური გზით. მაშასე გიორგი ომაძე, ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორი. პრესის ან ტელევიზიის საშუალებით ბიჭს უნდა მოეხერხებინა, გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ მაიმუნი იყო სერიოზულად დაავადებული და გადამდები დაავადება ჰქონდა. და ამიტომ ამის შემდეგ ალბათ ვისაც მაიმუნი ყავდა, არავინ არ მოინდომებდა დატოვებას და მიმართავდნენ ზოოპარკის დირექციას და ჩააბარებდნენ ამ მაიმუნს. ახლა კი დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს თქვენ მოგიწევთ გამოსავალის პოვნა სიტუაციიდან, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად იქნება ჩვენს გარშემო. დღევანდელი სიტუაცია პლუსის თემაა თაღლითობის შედარებით ახალი სახეობა. მაშასე, ყურადღებით უსმინეთ და იფიქრეთ ყველაზე ორიგინალურ გამოსავალს. ეს არც თუ ისე უჩვეულო ამბავი ერთ ჩვეულებრივ სახლში მოხდა. არა, აქ არა. არც აქ. ეს იყო ეგრეთ წოდებული საკუთარი სახლი. აი ასეთი. ამ სახლის მკვიდრნი იყვნენ დედა, რომელიც მართლა რომ ოჯახის ქალი გახლდათ, მამა, უკაცრავად, მამა, რომელსაც ძალიან უყვარდა საღამოობით ტელევიზორის ყურება და შვილები, რომელთა მთავარ საზრუნავს ჯერჯერობით მხოლოდ თამაში წარმოადგენდა. რაც შეეხება უფროსების საზრუნავს, პრობლემები მათ რა თქმა უნდა ჰქონდათ, როგორც ინდივიდუალური, მაგალითად ოჯახის ბიუჯეტის საკითხი, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ყველასათვის საერთო და ნაცნობი პრობლემები, მაგალითად ელექტროენერგიის უკმარისობა. ხო, სხვათა შორის ეს პრობლემა ოჯახს საკმაოდ აწუხებდა, რადგან ამა თუ იმ მიზეზის გამო სინათლე მათი სახლის იშვიათი სტუმარი გახლდათ. ბნელ საღამოებს ოჯახი შეძლების დაგვარად საინტერესოდ ატარებდა. მაგალითად ასე, ან სულაც აი ასე. მოკლედ სტანდარტული სიტუაცია. ხო მართლა ოჯახი მწვავედ განიცდიდა უსახსრობას, ასე რომ გენერატორის შეძენა და ამ გზით უშუქობის პრობლემის მოგვარება მათ უბრალოდ არ შეეძლოთ. მივყვეთ მოვლენებს. ერთ მშვენიერ დღეს ოჯახს ესტუმრა უცნობი მამაკაცი. ხო, საკმაოდ საინტერესო და თანაც დროული სტუმარი. საინტერესო იმიტომ, რომ იგი გახლდათ საქენერგოს თანამშრომელი. არა, საქენერგოს კი არა, თელასის. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია, რომ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში, რომელიც მან წარმოადგინა, სავსებით გარკვევით იყო მითითებული მისი მოღვაწეობის სფერო. ამ საინტერესო სტუმარმა საინტერესო წინადადებად შესთავაზა უშუქობით გაწამებულ ოჯახის წევრებს. კერძოდ, მისი თქმით, თუ ოჯახი გადაეხდიდა გარკვეულ თანხას, მათ სახლში მუდმივად იქნებოდა სინათლე. წინადადება მართლაც რომ შვენივრად ჟღერდა, ისევე როგორც სტუმრის უზომოდ თავაზიანი ტონი და დამაჯერებელი არგუმენტაცია. მართალია ყველაფერი ეს გარკვეული კანონის გადახვევით, ესე ვთქვათ, არალეგალურად განხორციელდებოდა, თუმცა დასაფიქრებლად ღირდა. დიდი ხნის საუბრის შემდეგ სტუმარმა დატოვა უშუქობით გაწამებული ოჯახი და დაიბარა რომ ერთ კვირაში გამოევლიდა. შემდეგ იყო ერთკვირიანი ფიქრი, გჭობა, ეჭვები, ნერვიულობა, აწონ-დაწონვა. თანხა ჩვენი უსახსრო ოჯახისათვის საკმაოდ სოლიდური იყო. თუმცა
თუმცა ბოლოს ოჯახმა როგორც იქნა გადაწყვიტა, როგორც იქნა შეაკოწიცა ფული და ერთი კვირის თავზე საზეიმო ვითარებაში გადასცა ადამიანს, რომელსაც უნდა მოეგვარებინა შეწუხებული ოჯახის პრობლემა. სანაცვლოდ მან რა თქმა უნდა დაუტოვა ოჯახს მტკიცე დაპირება და კიდევ ყველა კოორდინატი, სადაც შეიძლებოდა მისი პოვნა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. გავიდა დღეები. 1, 2, 3, შემდეგ 1 კვირა, 2 კვირა. დაპირებული ცვლილება კი ოჯახში არა და არ შეიმჩნეოდა. სინათლე ამ სახლის კვლავ იშვიათი სტუმარი იყო. ბოლოს და ბოლოს აღშფოთებულმა ოჯახის მამამ სცადა გაერკვია მიზეზი. მცდელობა უშედეგო გამოდგა. შემდეგ ოჯახის დედა შეეცადა გაერკვია მიზეზი. და ბოლოს ცოლ-ქმარის გასაკვირად აღმოჩნდა, რომ არც ერთ იმ ადგილას, რომელთა კოორდინატებიც დატოვა საქენერგოსა თუ თელასის თანამშრომელმა, არავინ არ იცნობდა ამ ადამიანს. არავინ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ და არ შეიძლებოდა რომ სწოდნოდათ. ოჯახი მიხვდა, რომ ისინი უბრალოდ მოატყუეს. ასე რომ, ჩვენი გულუბრყვილო ოჯახი საკმაოდ სულელურ და რაც მთავარია ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეც ხდება, სამწუხაროდ. აი ასეთი ალბათ აქტუალური პრობლემაა ჩვენი დღევანდელი თამაშის თემა. შესაძლოა რომელიმე თქვენთაგანი აღმოჩენილა კიდეც მსგავს სიტუაციაში და თავის უმტვრევია გამოსავალის ძიებაში. თუ არ აღმოჩენილა, მაშინ სწორედ ახლა გაქვთ საშუალება იმისა, რომ იფიქროთ და ეძებოთ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის გზები. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი თამაშის წესების მიხედვით გამარჯვებულად ჩაითვლევით იმ შემთხვევაში, თუ იპოვეთ არა ჩვეულებრივი სტანდარტული გამოსავალი, არამედ შეგახსენებთ ასევე, რომ ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორს, როგორც ყოველთვის, ელის პრიზი. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩაერთეთ ტელეთამაშში სიტუაცია პლუს. იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. მე როგორც ყოველთვის უზო მოინტერესით ველით თქვენს ორიგინალურ ვარიანტებს ტელეფონზე 36 88 71. დარეკეთ სტუდია მაესტროს ეთერის დამთავრებამდე. დროებით.